დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ კვირას თბილისი მოლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილის საქმეების შესახებ. გიგი უგულავა და გიორგი ქადაგიძე ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულების ადვოკატები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დაკავების შემდეგაც მოქალაქეებს სამართალდამცველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. უფლებადამცველები ასევე აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ ყოფების დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. თბილისის გასასვლელთან აქცია 2 თებერვალს გაიმართა. აქციის მსვლელობის დროს ვითარება არაერთხელ დაიძაბა, იყო გზის გადაკეტვის მცდელობა. საპოლიციო ძალებმა 31 პირი დააკავეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხუნიკულობას ედავებიან. ნაწილი ხელწერილი საფუძველზე გათავისუფლდა, რამდენიმე საათში გათავისუფლდა ნიკა მელიაც. არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულთა დიდი ნაწილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობს. სახალხო დამცველი და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძიების დაწყებისკენ მიუთითებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მიმართავს გენპროკურორს, რომ გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მას უფლებამოსილება შეუჩერდეს. საუბარი კადრებზე, სადაც სამართალდამცველებს დაკავებული პირი მიყავდა ზვიად ხარაზიშვილის ავტომანქანასთან და ის ფიზიკურად უსწორდება მას. დაკავება მოხდა თბილისი მოლის ტერიტორიაზე. ადამიანები, მოქალაქეები, როდესაც გამოხატავდნენ თავის კონსტიტუციურ უფლებას, მათზე იძალა პოლიციამ და ძალის გამოყენებით მოახდინა მათი დაკავება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ჩვენ ველოდებით უკვე გავიდა 24 საათიანი ვადა დაკავების, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ გამოიყენეს ის აუცილებელი პირობა, რაც საჭირო იყო 48 საათიანი ვადის გაგრძელებისთვის. პირი რო იყოს დაკავებული 48 საათით, ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უგულებელყოფს ამ მოთხოვნას. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვინახულე აქციაზე დაკავებული პირები, დაახლოებით 10 ადამიანი იყო ჩემს მიერ მონახულებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 10-ვე მათგანზე გამოყენებული იყო არასათანადო ფიზიკური ძალა. ნაწილ მათგანზე არასათანადო ძალა გამოყენებული იყო მათ შორის საპოლიციო მანქანებში გადაყვანის დროს. ერთდროულად რამდენიმე პირი ყავდათ ავტომანქანაში და მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობაც, მუქარა და გინებად მათ მიმართ.